გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებათ ლაგაზეტა ჯორჯია, მე გიორგი პავლიაშვილი ვარ, ჩვენი მორიგი გადაცემა. საინტერესო უქმეები იყო, საინტერესო კვირა იყო ზოგადად, ვისაუბრებთ ტრადიციულად ფეხბურთზე და პრინციპში ორი მთავარი თემა გვაქვს, ერთი არის ელ კლასიკო და ჩემს სტუმარს რო დაინახავთ, მიხვდებით რომ ზუსტად ამაზე ვაპირებთ საუბარს და რა თქმა უნდა მოახლოებული ჩემპიონთა ლიგა ხვალდაზე ძალიან საინტერესო თამაშები გველდება. ალექს ზაგნიძესთან ერთად ვისაუბრებ ამ ყველაფერზე, ფუტბოლის სცენარისტი, მსახიობი და ფეხბურთის ძალიან დიდი გულშემატკივარი. ალექს, მადლობა რომ მოხვედი ჩემთან და როგორ ხარ პირველ რიგში? ნუ ფორმის მიხედვით შეიძლება კარგად ვერ მარა ის ზოგადად. კარგად ვერა ვარ, მაგრამ თამაშით უშუალოდ მაყოფილი ვარ თუ კლასიკოზე ვიცხო საუბარს. კი ბატონო. ხო. ანუ ბოლო წლებში ეგეთი კლასიკო არ ყოფილა, ანუ ყველაფერი ქონდა ამ თამაშს, ნუ თავიდან ეგრევე კლასიკოზე რო დავიწყე რამე სხვა. არა, მაგას ვაპირებდი ისედაც. ოკეი. ანუ პირველ დღეს, ანუ თამაშის წინა დღეს მსაჯების ბრიფინგი სადაც იყო იმ იტირა იმ კაცმა, რომ ანუ ცუდად მომეწეს რეალის ტელევიზია, ჩემს შვილს რაღაცა სკოლაში დააბულინგეს, მე ვარ მოუთხრა რომ თამაშზე რაღაცას ვიზამთო თუ რაღაცა მე ამან არ მივიღებ მონაწილეობას, მე მასში რეალსოსი. ანუ ისეთი დრამა იყო ანუ წინა დღეს და ხო რაღაცა მოლოდინი არ მქონდა რომ ასეთი მაგარი თამაში იქნებოდა რა მართლა არ მქონდა და გაამართლა ყველანაირად. ხო, აი მაგიდან დავიწყოთ. შედეგით არ ვარ მარტო მაყოფილი. ხო, ნუ ეგ არაუშავს თავი ბევრჯერ მithქვამს რომ ბოლო პერიოდში კი ეხლა კლასიკო როცა არის მე ბარსელონას გულშემატკივარი ყოველთვის მინდა რომ ბარსელონა მოიგოს, მაგრამ ფეხბურთიდან სიამოვნების მიღება მით უმეტეს თანამედროვე ფეხბურთსაც უკვე აღარ არის ეგეთი თამაშები იმდენად ხშირი აღარ არის. არ ვიცი შეიძლება და მოდი მაგიდან დავიწყოთ შორიდან მოულღაროთ რა, ეკითხვა ხშირად მიჩნდება ხოლმე მეც და ბევრი საუბარი არის ხოლმე მაგაზე რომ აი თანამედროვე ფეხბურთი ისეთი აღარ არის როგორიც იყო 2000-იანებში 90-იანებში მით უმეტეს სტაჟიანი გულშემატკივარი ხარ და გახსოვს მაშინდელი ფეხბურთი. ანუ ეს არის ძველი დროის რომანტიკა ერთი, ეს არის ის რომ შეიძლება მაშინ მაგდენ ფეხბურთს ამდენსაც დღეს ფიზიკურად ვერ უყურებდი ხო ადამიანი, იმიტომ რომ ტელევიზიით ყველა ჩემპიონატის ყველა თამაში არ იყო ხო ფიზიკურად და შენ განახებდნენ გამორჩეულ მაჩებს, რომელიც ისედაც გამორჩეული გამოდიოდა ხოლმე. თუ მართლა რეალურად ეგრე არის და აღარ არის ამ ფეხბურთში ისეთი ვარსკვლავები როგორებიც ადრე იყვნენ, აი როგორ შენი შეხედულებით შენ შეიძლება ვფიქრობ რომ დღეს უკეთეს ფეხბურთი ან როგორია შენი შეხედულება? დღეს გაცილებით სწრაფია ფეხბურთი, ანუ ვინც თამაშობს, ვინც უფრო მეც დარბის, ხშირ შემთხვევაში იგებს ის გუნდი, ხო, ანუ დღეს უფრო სწრაფი გახდა ფეხბურთი და ანუ ჩემთვის ანუ საუკეთესო ეპოქა იყო მაინც 2000-იანების დასაწყისი, იმიტომ რომ თითქმის ყველა გუნდში, ანუ სერიაში განსაკუთრებით ყველგან იყო სასწაული სერია. ანუ ყველგან იყო ყველა გუნდში, ანუ რო გამოყოლოდი, ანუ გუნდების ფოტოს რო ნახულო, ხო მაგ ეპოქის რო ანუ პარმას რა შემოყოლობა ყავს, ლაციოს ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უშუალოდ ამათ რაც შეეხებათ, ანუ რეალს და ბარსას, ანუ იმ ორი მონსტრის წასვლის შემდეგ ხო კლასიკო რაღაცნაირად უბრალოდ კლასიკო დარჩა რა, ანუ ისეთი ის აღარ მოქონდა რა, ანუ ამათ ყოფნას მაშინ დამატებით ის მოხდა, იმიტომ რომ ამათ ცალკე ფანები ყავდათ კიდე რა, ანუ ბარსას და რეალის კი ანუ ცალკე მესის ფანები, ცალკე რონალდუს ფანები და ყოველთვის იგრძნობოდა რომ მატჩის წინ ანუ Facebook-საც ყველგან ისედაც სადაც არ უნდა რაღაც ამ თემას შეეხებოდი, სულ ვიდეოდი რაღაცა იმომდე და ჩხუბა კონფლიქტი იჩიტებოდა ამ ხალხის გამო რა და ახლა ანუ ამ კლასიკოში ხო გამოჩნდა ის რომ ორივე გუნდი, ანუ ძალიან მაღალი დონის გუნდია ორივე გუნდმა ისეთი ფეხბურთი ითამაშა, რომ რაღაცნაირად იმაში დამარწმუნა მე პირადად, რომ შეიძლება იმ ორი მონსტრის გარეშეც მაგარი იყოს კლასიკო რა. მართლა იმ მეორე ტაიმში იყო მომენტები, რომ ანუ 5-5 აქეთ-იქეთიდან ისე რა პინგ-პონგი ითამაშეს. სასწაული ფეხბურთი იყო რა. კი, გეთანხმები აბსოლუტურად მართლა. აი მაგიტომაც ალბათ არ ვიცი შენს სავარაუდოდ მეთანხმები რომ სოფლიო ფეხბურთში, საკლუბო ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება არის ელ კლასიკო. მე მიკამათია ადრე უფრო ამბობ რომ კამათი მეზარება ხოლმე ფეხბურთთან დაკავშირებით. ადრე უფრო მიკამათია რომ რა ვიცი ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივარი მანჩესტერის პირობითად შეიძლება გითხრას რომ მანჩესტერი ლივერპულია მთავარი თამაში ის არის რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ნუ ფაქტი არის რომ მასობრივად მსოფლიოში ამხელა ინტერესს არც ერთი სხვა ეს კონკრეტული დაპირისპირება არ იწვევს როგორც რეალი ბარსელონა. მოდი მივყვეთ უშუალოდ შეხვედრას, შენ თქვი დებურგოსზე, მთავარ მსაჯზე, რომელიც დააბულინგეს იტირა იქ პრესკონფერენციაზე, მერე იყო ეს პერესის ამბები, რომ საერთოდ არ გავალთ, არ ვითამაშეთ, თუ მსაჯები არ შეეცვლება. აი ყველაფერი რა არის? ანუ მე როგორც რეალის გულშემატკივარ შენ ისე გეკითხები, რა ჩემი განმსახურება რა არის მაგას ვიტყვი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საერთოდ შეიძლება გუნდსაც ხელი შეუშალა ნაწილობრივ მაგ ამბავმა, ხო, იმიტომ რომ ეგეთი წნეხი რო არის, გავალთ, არ გავალთ, შეიძლება გუნდში იციან, რომ კი გავხვალთ, უბრალოდ ეს საჭიროა და კეთდება, მაგრამ აი ის რომ მე თამაშის მიმდინარეობისას ყველა ეპიზოდზე ნუ ელ კლასიკო ისეაც ეგრეა ხოლმე, მაგრამ სულ მსაჯს დაძდევდა ისია ის ნუ აი ცოტა რაღაცა
ანუ მე ვფიქრობ, რომ ეგეთი განცხადება, ანუ რეალმა არ უნდა გააკეთოს. ანუ რა დონის თამაშს არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა თამაშობდე, ეგეთი განცხადება, ანუ როცა რეალი ხარ, არ უნდა გააკეთო. არ ვიცი, შეიძლება ეს მართლა შეთანხმებული იყო, მოდი ასე ვქნათ, რომ იქ საჯზე კიდე და არ ვიცი ეს რა მოხდა, მაგრამ ეგ რო გააკეთოს სიტყვაზე ესპანიოლმა რო გააკეთოს ხეტაფემ, ოკეი, მაგრამ როცა რეალი ხარ, როცა რაღაცა პრეტენზია გაქვს, რომ აი ყველაზე მაგარი ხარ და ხარ, ყველაზე მაგარი ეგეთი განცხადება უნდა გააკეთო. მე თამაშის მიმდინარეობისას მართლა ყველა გადაწყვეტილებაზე 2-3 ფეხბურთელი მierda ხოლმე იქ 2 პენალტი და ორივე თამაშგარიდან გავუკვდა. ანუ ულაპარაკობდა და ორივე ხო ეგეც შეიძლება რაღაცა დამატებითი წნეხის ბრალი იყო ამ კაცის მიმართ, რა მართლა სულ დღეში იყო რა. ხო და არ მომეწონა უბრალოდ მე როგორც რეალის გულშემატკივრს, ანუ კლუბის რაღაცა საქციელი არ მომეწონა ამ ხრივ, იმიტომ რომ რას ქვია არ ითამაშებ, ვითამაშებ საერთოდ რაღაცა ის არის. პრეტენზია რომ საჯს თუ არ შეცვლი არ შევითამაშებ. პატარა ბავშვი ხო არა ხარ. ესპანეთში ზოგადად მსაჯობის პრობლემა რო არის ეს ძველი ამბავია, სადაც მსაჯობის პრობლემა არის, ნუ შედარებით მეორე დონის საფეხბურთო ქვეყნებში. ანუ რატო არის ესპანეთში? ოკეი, ხისტი ფეხბურთია გასაგებია, მაგრამ მართლა ნუ ესპანელი მსაჯები, ანუ გამოირჩევიან და ჩემი მეგობრებმა თქო პრემიერ ლიგის ანუ სულ ყურებს ხოლმე და შენ ინგლისში არ იცი რა ხდება. ეთყობა არა გამორიცხული ამაზე უარესი რომ სადმე იყოს ანუ. ნაწილობრივ შეიძლება სტერეოტიპია, ნაწილობრივ სიმართლეც არის, ნუ არ ვიცი, არა და ეხლა ფაქტია რომ ყავთ მაღალი დონის მსაჯები, ხო ეხლა რა არის FIFA, UEFA არის, ესპანელი მსაჯები მუდმივად რამდენიმე 5-6 მსაჯობს UEFA-ს მნიშვნელოვან ტურნირებს, ხო? და იქ ნორმალურად მსაჯობ. კი, ხო და აქაც არ ვიცი მართლა მე ზოგადად მსაჯებს ვაკვირდები რა, არ მხოლოდ ესპანელებს და ძალიან აი მე ჩემი გადმოსახედიდან კარგი მსაჯი როგორიც არის, ცოტა მინახავს მართლა კარგი მსაჯი რა. ეს დებურგოსიც როგორი მსაჯია, იცი რომ მე ხო კომენტარებს ვკითხულობ ხოლმე სოციალურ ქსელებში, რომ აი რაქნა პერესის ზეწოლამ ყვითელს არიღებს, უკნიდან ჩეხავენ, ლეწავენ და ბარაც არაძლევს და ერთგან დავწერე კიდევაც, რომ დებურგოს ბენგოეჩე არის მსაჯი, რომელიც არა აქვს მნიშვნელობა რეალი ბარსელონას მსაჯობს თუ ხეტაფე ლევანტეს პირობითად, ხო? ყვითელს არიღებს არაფერზე, თუ არ მოკალი კაცი ან რაღაცა ისეთი არ მოხდა, ყვითელს არიღებს უბრალოდ რა. ლა ლიგაში ხო არის ეგეთ სტატისტიკები, რომ გადახედო ლა ლიგის მიმდინარე სეზონს და ბოლო სეზონები ეგრეა. დებურგოსი არის ბოლოდან მეორე ადგილზე ყვითელი ბარათებით და ჯარიმების დანიშნით. ან ბოლო ადგილზე არის ალბეროლა როხასი, რომელიც საერთოდ მართლა არაფერს ბარათს არიღებს და ეს არის ბოლოს წინაზე რა. ანუ ეგ უცნაური არ იყო, რომ ჯარიმებს კი ნიშნავდა დასანიშნს, მაგრამ ბარათს არ აძლევდა ვიღაც, იმიტომ რომ ეგეთი სტილი აქვს საჯობის. ეგ კიდე სხვა თემა არის. უშუალოდ თამაშს რომ მივყვეთ, ანუ შენ როგორი მოლოდინი ქონდა, იმიტომ რომ რეალი ცოტა არეულია ამ სეზონში. იქიდან გავარდა ჩემპიონთა ლიგიდან, ლა ლიგაშიც და ლა ლიგაზე ვილაპარაკოთ რა შანსები დარჩა რეალს. მაინც ახლა რეალის გულშემატკივარი ხარ, კლასიკო ქონდა მოლოდინი რომ მოიგებდა, მაგრამ რამდენად ისე მხნედიყავი მაგ მხრივ. ანუ ხო ვიყავი რაღაცა ქონდა მოლოდინი რომ რაღაცას მაინც მოიგებდა წელს ეს გუნდი. ნუ გასაგებია რომ ეს საკადრო პრობლემები ყვალვერდეს მარჯვენა მცველად უწევს თამაში, კამამი როცა არის მარცხენა მცველია ხან, ჩუამენი ცენტრალ მცველი არის ხო ეს საკადრო პრობლემები, მაგრამ ეს რაღაცა მიზეზი ვერ იქნება, იმიტომ რომ არსებობდა ზამთარში რაღაცა ტრანსფერო ფანჯარა და რაღაცა შეიძლება ცენტრალურ მცველი დაიმატო, მარჯვენა მცველი დაიმატო, როცა რეალი ხარ, არ ამგონია ვინმე პრობლემა იყოს ეს. გითხრას რომ არა მე ზამთარში ვერ წამოვალ შენთან. ხო და ნუ იყო ეს საკადრო პრობლემები და რაც მე მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოჩნდა, განსაკუთრებით ეს მოედნის ცენტრში ეტყობოდა გუნდს არსენალთან. აი, რა ვიცი, პირველ თამაში იყო მომენტი, რომ კურტუას ამოქონდა უბრალოდ ბურთი, ანუ ბურთის წამონგებინა ხელმცველი, ანუ ტონი კროსი რა ადგილიც ეკავა მოჭდეს, რა ვიცი. უდიდესი ძალა დაკარგა, ანუ აკეთებდა სამი, ანუ შეეძლო ტიპს 60 მეტრიანი პასი გაეკეთებინა, შეეძლო მოკლე პასი დამოსულიყო, ანუ ყველაფერი შეეძლო რა. და ეგეთი ტიპი აღარ ყავს რა ამ გუნდს და შესაბამისად არსენალთან გამოჩნდა, რომ ბურთი ვერ მოქონდა ვერავის. კი. ანუ ბურთი ვერ მოქონდა ვერავის და გამოჩნდა ეს პრობლემები. იგივე პირველ ტაიმში იგივე პრობლემა ჰქონდა ბარსასთანაც რა. ნუ მეორე ტაიმში რა შედარება დაალაგდნენ და ну ეს ტრამვები, ეს პრობლემები მენდი დაემტრათ. მოკლედ, ანუ ეს რაღაცა თავის გასამართლებელი და რაღაცა კი ეს კლუბის ბრალი არ გააკეთე ზამთარში ტრანსფერი, რო იცი რომ სიტყვაზე მილიტაუ არ მეყოლება ერთი წელი, რო იცი რომ ვიღაცა იქ ვალვერდეს უწევს მარჯვენა მცველად თამაში. ვალვერდეს მარჯვენა მცველობა, გარდა იმისა, რომ იმენად კარგი მარჯვენა მცველი ვერ იქნება, როგორც საჭიროა რომ იყოს, არის დანაკლისი შეტევაშიც, რომ მისი პოტენციალი რა შეტევაშია გაკლდება და კროსმა ცოტა გიღალატათ მე მგონი, იმიტომ რომ ეს სადაც მოდრიჩი შეეძლო რა, ზუსტად ეგ უნდა, სადაც მოდრიჩი ისევ თამაშობს. გამივართლა რომ კროსის თამაში ვნახე ბერნაბეუზე, ან ბოლო სეზონში ხრო ანთარო და
ანუ უდიდესი სიამოვნება მივიღე რა. ამ ბოლოს ფეხბურთსყურება დავიწყე, რაღაცა კონკრეტულ ფეხბურთელს ამოვიჩევენ ხოლმე და იმას უყურებ რა, ანუ ეგრე უყურებ ფეხბურთს რა, რაღაცა კონკრეტულ თამაშებს და მანდაც კროს ვაკვირდებოდი და ანუ თამაშის ტემპს აგდებს, უმატებს, ანუ 60 მეტრიან პასისი აკეთებს რა იაგებს. ნუ დაახლოებით აი რაც შავი იყო ბარსელონაში, რომ კი იყვნენ მესი იყო, ინიესტა ჩემი საყვარელი ფეხბურთელი, ჩავი შეიძლება ინიესტა მირჩევნია მე, მაგრამ რეალურად იმ ბარსელონაში ჩავიზე და მე ბუსკეტზე იყო თავიდან ბოლომდე თამაშის კონტროლი, თამაშის ტემპი, ანუ რასაც თამაშობდა ბარსელონა, ეგ იყო ჩავი და ბუსკეტსი რა. ბარსა იყო ეგ. ხო და შესაბამისად რაც არ უნდა ვთქვათ, ახლა ხო ეს ჩუამენი გინდა ცენტრალურცველი, გინდა ნახევარმცველი, ანუ იმის პოზიციაზე კროსის დონის არ არის. შეიძლება ეტაპობრივად რაღაცა გახდეს და ოკეი, მაგრამ ამ წუთას როცა ეგეთი ფეხბურთელი მიდის, ეგეთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელზეც ეს გუნდი არის აწყობილი თუ როგორაც არის, ანუ იყო თავარი ფიგურა მაგ გუნდში, მაგის ვიღაცა შემცვლელი მაინც უნდა მოიყვანო. როცა იცი რომ გითხრა რომ მორჩება ევროპის ჩემპიონი და მივდივარ. კი. არა და ის სეზონის წინ როგორი ვითარება იყო, ხო, თითქოს რომ მე როგორც ბარსელონას გულშემატკივრებში იყო სერიოზული შიში, იმიტომ რომ წინა სეზონებში ბარსელონა ვერ იყო, ხო, კარგი გუნდი, ამ დონის გუნდი ვერ იყო. რა იქნებოდა არ ვიცოდით და ამ დროს საპირისპიროდ კი ფლიკი მოვიდა, მაგრამ ეს ფლიკი რა სიზამს წინასწარ კაცმა არ იცის და ამ დროს საპირისპიროდ რეალში მოდის მბაპე, არის ბელინგემი, ვარსკვლავური შემადგენლობა და ანუ ალბათ ბარსელონა ძალიან ცოტა ფანს წარმოედგინა, გულშემატკივარს წარმოედგინა, რომ ეხლა ესეთ სიტუაცია იქნებოდა, ხო? და ნუ პირიქით რეალის გულშემატკივრები ალბათ ფიქრობდნენ, რომ რეალი ყველაფერს მოიგებდა, ყველაფერს თუ არა, ყოველ შემთხვევაში ბარსელონას შიდა ასპარეზზე მაინც ვერ მოიგებდა, მაგას ნამდვილად. იმიტომ რომ ნუ აი რაღაც თითქოს ახალი გალაქტიკო შეიქმნა, მაგრამ ეგეთ ამბებსაც ყოველთვის აქვს რაღაც თავისი ბარსას რო შევეშვათ დროებით პრობლემები, ხო? იგივე აი არ ვიცი ვინისიუსი და მბაპე, ხო, ორივე საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ მათი ერთად თამაში რაღაც თითქოს არ არის ხო რაღაცა მეც რო უყურებდი ხო რაღაცა ორივე ისეთი ადამიანი რომ ოქროსბურთზე პრეტენზია რო აქვს და რაღაცა ანუ რაღაცა და ბოლო ფაზაში ანუ უკვე რომ ამ პასი უნდა გაკეთეს ანუ რაღაცა იქ ცოტა თავის თავზე იღებენ ზედმეტად რა ამ ამბავს რა და ვერ ანუ ამ სეზონში კონკრეტულად ამ სეზონი თუ ვიჯერებთ არ გამოვიდა ეგ დუეტი ხო არა და ველოდით რაღაც აუცილებლად ჩვენც ხო ყველა ელოდ ანუ რეალის ფანები განსაკუთრებით მბაპეს ტრანსფერი რა თქმა უნდა ვის არ გაიხარდება რომელ გუნდს რო გადმოვა მაგრამ ну არ გამოვიდა რა პირველ სეზონში და იმედი მაქვს შემდეგ სეზონში უფრო ათამაშდება ბარსაზე მინდა ანუ ძალიან ჩავიდა ეს რა თქვი აი პედრიზე მინდა რომ შეუძლებელი ანუ მაგ პოზიციის ფეხბურთელი ეგ რაც უფრო ასაკში შედის მე ხდება ის რაც არის ახლა პედრი კი ხო ანუ ამ ტიპს აქვს 21-ის არის ხო ხო 22 ხო ანუ ტიპს აქვს ანუ ყველაფერი აქვს ხედვა აქვს საოცარი მიღება პასი ანუ ყველაფერი აქვს ტიპს ანუ 21-ში უქნეს ხო ყველაფერი რო ათამაშეს და ოლიმპიადაზეც რო წავიდა ოლიმპიადაზე მეგონი იქ აჭიდავეს კიდევაც რაღაცა გამომშრალი რო იყო რო აღარ ჩანდა ბოლოს არ უყურებ ამ ინდივიდუალურ სპორტის სახეობას უეჭველი აჭიდავენ ანუ ძიუდო შეიძლება ესპანეთი წარადგინა სადმე რა უქნეს ანუ ბიჭს და ძალიან მაგარია რა ანუ ახლაც უმაღლესი დონე ითამაშა აი ახლა ხო და ანუ განსხვავება ანუ სასწაული ბიჭია რა კი აი თავისი გოლის მომენტი იქ რა პასი გააკეთა მე იქ რო ჩავიდა და იხლა შეასრულა და ძალიან მაგარი ბიჭია და ბარსას ეს რეალისგან განსხვავებით ანუ აქვს რომ ეს თავისი აკადემია მუშაობს აი ძალიან მაგრა რა კი და სულაზებს ამ შევსებას რა ბიჭებით რა გუნდს და ამ შემთხვევაში ნუ ეს რა ქვია კუბარსი იამალი გავი ეს ფერმინი და ნუ პედრიც რეალურად მოიყვანეს ლას პალმასიდან, მაგრამ ეგეც ხო 5 მილიონად წამოიყვანეს და მე უყვები ხოლმე ამას რომ მაშინ რატომღაც ეგეთი ბედნიერება მქონდა რომ სეგუნდა დივიზიონის მიმოხილვას ვაკეთებდი. და ერთი ანუ ეს კაი დიდი ის იყო თითო თამაში და 5-6 წუთიანი მიმოხილვა იყო ხოლმე და ლას პალმასის თამაშები იყო ლას პალმასი მაშინაც სეგუნდაში იყო რა მაშინაც რა მაშინ იყო ეხლა ლა ლიგაში მაგრამ შეიძლება გავარდეს და 1-2ჯერ მაშინ არც იწერებოდა რომ ბარსელონა რეალი პედრი უნდა პედრი ვინ არის არ ვიცი 28 ნომერი იყო იქ თუ არ ვსწრები ის რაღაცებს აკეთებდა გოლი ძალიან ცოტა ქონდა მე მიიქცია რა ყურადღება მინდა სოკერვეიზე ვნახე ვინ არის ეს რა არის საოცარ ფინტებს აკეთებდა, აი ხვდებოდა სულ ყველა მიმოხილვაში ხვდებოდა ამ ტიპის რაღაც და ნახე რომ არის 16-17 წლის ბავშვი რაღაც და მე რომ დაიწერო ბარსელონას უნდა და 5 მილიონად მეთქი ვარა, კაია და
თვალდა ესეც თუ იქნებოდა მე არ მეგონა ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ინიესტა იყო ბარსელონაში და ეხლა არის პედრი და მაგას ბევრმა დაწერა ამ ბოლო პერიოდში და თავიდანვე ვფიქრობდი მაგას რომ ამ ბარსელონაში ჩემი აზრით გასაგებია რომ ლიგა რომ მოიგოს ბარსელონამ ყველაფერი მოიგოს ალბათ მაინც ბარსელონიდან იქნება ოქროს ბურთის მფლობელი და დიდი ალბათობით რაფინია იქნება ეგ მოთამაშე მე რო ვიყო მივცემდი პედრის აი თვალდახუჭული რაფინიას ანუ ამ ჯილდოს გადაწყვეტილების დროს ანუ ოქროს ბურთის გადაწყვეტილების დროს რაღაცა ანიჭებენ მაინც სანაკრებო ამბავი რაღაცაში მაინც ნუ გასაგებია რომ ანუ მესი უნდა იყო მაშინ და რაღაც 90 პლუს გოლი უნდა შეარჩიო მაგარი სეზონია გრაფინიას ულაპარაკოთ მაგრამ მეც პედრის მიცემდი იმიტომ რომ ანუ მართლა რო სანაკრე ყველგან მაგარი არის რა თუ თამაშობს და თან ახლა საკლუბო მსოფლიო საკლუბო არის მაგრამ ეს მსოფლიო საკლუბო არც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საერთოდ რანაირი ტურნირი იქნება იქ ჯერ არ ვიცი მეგონი ბარსა არ მიდის ხო ბარსელონა არ არის საერთოდ და თან სანაკრებო ტურნირი ზაფხულში არ უწევს ასე რომ მაინც აი სუფთა საფეხბურთო სეზონით გადაწყდება რა აკეთეს და ყველაფერი გააკეთეს ეგრე მაგის გარდა ყველაფერი გააკეთეს ხო და ეგ ტურნირი ცოტა ისეთი იქნება რა ალბათ რაღაცა იმეებით ხო შეიძლება ვიღაცა ემასაკეთოს კი იმიტომ რომ ნუ აი რეალურად რა ვიცი ხა აი ესეთი გადატვირთული სეზონის მერე კიდე ზაფხულში წაიყვანო და ეს 100 თამაშნათამაშები ტიპები წაიყვანო და იქ კიდე ამდენი თამაში ათამაშოს იგიჟე არის რა მოიმატა თან ამ ტრამვიანობამ ამ გადატვირთული კალენდარის გამო თითქმის ყველა გუნდში სეზონის ბოლოს განსაკუთრებით ყველა გუნდში არის ხოლმე პრობლემა. ვინისიუსი რო გაიყვანეს კლასიკოზე, მე 15 წუთი გადიოდა ალბათ, რა ძალიან კარგი იყო და რუდიგერი და ყველას პრობლემა შეიქმნა რა და ახლა აპირებენ იმას რა ქვია რაღაც დამატებითი დროის გამოკლებებს და რაღაცას მე ახალი სეზონი რა. ხო, ისიც წავუკითხე რომ შეიძლება ეგრევე პენალტების სერია იყოს, ხო? საინტერესო იქნება, რა ვიცი, მაგრამ შეიძლება რაღაცა რომ მოაკლონ ამ ხალხს. პრინციპი სამხრეთ ამერიკაში ეგრეა, მაგრამ ლიბერტადორესზე რამდენიც მახსოვს, რამდენიმე წელია უკვე პლეიოფებში დამატებითი დრო აღარ არის. ორი თამაშის მერე თუ ფრეა, ეგრევე პენალტებს ურტყამენ და პრინციპში ხო, რა ვიცი, თუ გასაკეთებელი გაქვს, მინდა გააკეთე იმ ძირითად დროში 180 წუთი გაქვს, ხო რეალურად. 180 წუთში თუ არ გაკეთდა ეგ საქმე, ნუ ის ნახევარი საათი გასაგებია რომ შეიძლება მე მანჩესტერი ლიონისნაირი საოცარი თამაში ვეღარ ნახო, მაგრამ ეგეთი საოცარი დამატებითი დროები გამოდის 1000-ში ერთხელ, ხო, ყოველთვის ხო არ არის ხა ეგეთი თამაში. ზოგჯერ არც გადადიან იქეთ. ხო, ოღონდ პენალტებამდე მივიდნენ და მეტი არ უნდათ არაფერი. ლა ლიგასაც მიუბრუნდე, ბარსელონა ლა ლიგის მოგებასთანაც ახლოს არის, მაგრამ კიდე ერთი ელ კლასიკო გველოდება. ამდენად ფიქრობ, რომ რეალი ფსიქოლოგიურად მზად იქნება მაგ თამაშისთვის, რომელიც თან ბარსელონაშია, თან რომც მოიგოს, მაინც ბარსელონას ხელშია ლა ლიგის ბედი თუ კულ არ დაკარგა, მაინც ესენი გახდებიან. ანუ ძალიან რთულია, ანუ რაღაცა მგონია, რომ ძალიან რთულია. ანუ მან დააკამბეკო ასეთ ბარსასთან თან ოკეი კლასიკო გასათამაშო მაგრამ კლასიკოს მერეც ქულა იქნება ხო სხვაობა და ძალიან რთულია მართლა რთულია თუმცა ხდება ფეხბურთში ყველაფერი მაგრამ უფრო არ მჯერ ამბის მე ნუ ანუ შემადგენლობიდან გამომდინარე ვიძახი რომ ეს ფეხბურთელები კიდე დაემატა ანუ ტრამერებული და შეიძლება რუდიგერი კარგა ხანს არ იყოს ისეთ სისულელე გააკეთა კლასიკოზე და შესაბამისად გამეხარდება თუ ასეთი თამაში იქნება, როგორც კოპას ფინალი იყო, მართლა გამეხარდება, მაგრამ მაინც გონია რომ საკადრო პრობლემების გათვალისწინებით იმ პრობლემების ნუ გასაგებია ბარსასაც იგორი ინტერი აქეთ-იქეთ და შუაში აქვს ეს კლასიკო შუაში აქვს თუ მერე აქვს. მერე აქვს, მაგრამ ნუ ხო ინტერი, ვალიადოლი და ინტერი და მერე რეალი აქვს. ხო, მერე აქვს კლასიკო და შესაბამისად გადაღლილი ბარსაც გადაღლილი იქნება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ნუ გადავალთ ლიგაზე და იქ ვისაუბროთ ალბათ ინტერზე, ხო რაღაცა ძალიან სტრანი გუნდი არის. ხო. ხო, სიმართლე რო გითხრა არა ვარ რა იმათ განწყობილი რომ წელს რაღაცა ლა ლიგის მოგების რაღაცა. ხო, თუმცა პრინციპში თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ანუ რეალია. საკადრო პრობლემიდან გამომდინარე ვიძახი, თან დაიწერა რომ ანჩელოტი უკვე დადასტურებულად სეზონის ბოლოს დაემშვიდობა. ხო, ბრაზილიის ნაკრებზე იწერება. ბრაზილიის ნაკრებზე 5 წლიანზე საინტერესოა. კი, საინტერესო იქნება უბრალოდ ანუ ასეთი დონის გუნდი, ანუ რეალი ეს პირველი შემთხვევა არა, როცა ანჩელოტის უშვებს, ხო ასეთი სეზონის მერე დიდი ალბათ მოსალოდნელიც იყო რომ გაუშვებდნენ. წინა სეზონის მეც ხო იწერებოდა რომ მიდის. ხო, მაგრამ მოსალოდნელიც იყო რომ ამ სეზონის შემდეგ ვინც არ უნდა ყოფილიყო ანჩელოტის ამას გაუშვებდნენ ლაპარაკოთ რა, იმიტომ რომ შეიძლება სადღაც ანუ რაღაცა გუნდში გაპატიონ, მაგრამ მადრიდში სამი შესაძლოდან ვერცე. თუნდაც ანჩელოტი იყო. ხო, ანუ მე თვითონაც უნდა უკვე წასვლა ისედაც რა.
ხო და რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას ნელ-ნელა შეგვიძლია გადავიდეთ ლა ლიგაში ზოგადად რეალმა რომ მოიგოს ეგ კლასიკო თვითონ ლა ლიგისთვის უკეთესი იქნება იმიტომ ბოლო ტურამდე მე ძალიან დიდი დაძაბულობა იქნება რა რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას რახან ინტერი ვახსენეთ სერიაა სადაც ინტერმა წააგო რომასთან საკუთარ მოედანზე მანამდე წააგო მადონინა მილანთან და გავარდა თასიდან ტრიპლეტი უკვე ინტერი ვეღარ შეასრულებს ამ ტრიპლეტს და დიდი შანსია რომ სერიააც ვერ მოიგოს გუნდი რომელიც მოვიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე იქ წყნარად ლიდერობდა სერიას თითქოს თასის ნახევარფინალში იყო და ტრიპლეტზე ფიქრობდა შეიძლება დარჩეს ახლა არაფრით საერთოდ მე უყურე სხვა შეიძლება რომასთან თამაშს რაღაც დიდ ნაწილს უყურე და თითქოს კრიზისი არის ინტერში მე სიმართლე რომ გითხრა როგორც თავის დაზღვევის გამო არა დორტმუნდთან მაგალითად თუ ამბობდი რომ დორტმუნდი უნდა გააგდოს ბარსელონამ ინტერის მეშინია ინტერი ისეთი გუნდია როცა ფორმაშია ბარსელონასთვის ძალიან საშიში გუნდი მგონია მაგრამ რაც ნახე ხა ეს ორი თამაში ინტერის ეს არ არისო ის მომენტი რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია ემზადებიან ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო მილანთან დერბია და ნახევარფინალია და ამასთან წააგე და შეიძლება ჩემპიონი ვერ გახდე ხო ბოლომდე დაიხარჯნენ მაგრამ არ გამოუვიდათ რას ფიქრობ მაგ წყვილზე ზოგადად ნუ ჩემს ბარსა ფავორიტი უდავოდ იმიტომ რომ როგორც თქვი ასე ორი ისეთი თამაში წააგო მილანთანაც რომასთანაც თასთან გავარდა ჩემპიონობის შანსი ძალიან შემოცირდა, იმიტომ რომ არ მგონია ახლა ნაპოლი კალენდარიდან გამომდინარე ბევრი რაღაციდან გამომდინარე, არ მგონია რომ ეს შანსი ხელიდან გაუშვას. ოღონდ ინტერი რაღაცნაირი როგორი გუნდია, იცი რაღაცა სისტემა არის, თითქოს ხო წელს არ აშენებულა, წლები უკვე ეს გუნდი რო შენდება, შემოგვიელობაც შენარჩუნ და რაღაცა ისეთი გუნდია რა, ანუ აქვს ეს კრიზისი, მაგრამ ასე უბრალოდ ვერ მოუგებ რა, ანუ იმიტომ რომ ჩემი აზრით აქეთ წამოვიღებ მთელი აქცენტი რა. მე ასე ვფიქრობ რა ლიგისკენ არ წავ. უკვე სხვა გზა აღარც აქვს. აღარც დარჩა. ნუ გასაგებია რომ ბარსა გაცილებით კარგი გუნდია. ჩემთვის ანუ მიუხედავად იმისა რომ რეალის გულშემატკივარი ვარ, გაცილებით კარგ ფეხბურთს თამაშობს, სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, რაღაცა გულშემატკივარი რო უყურებ, რაღაცა გესიამოვნება. ისეთ ფეხბურთს თამაშობს, ჩემი აზრით ბარსა არის ამ წლის მე ასე ვფიქრობ ფავორიტი და ვფიქრობ რომ მიუხედავად იმისა რომ ანუ ასე ადვილად რაღაცა არ გამოვა გააგდებენ, იმიტომ რომ ინტერს რაღაცა ეს დაიწყო სეზონის ბოლოს, რაც ანუ იგივე შემოგვიდგა დაიღალნენ ჩემი აზრით. ხო, ალბათ. სეზონის ბოლოსკენ, რაც ყველა გუნდს ჭირს ხოლმე რა, ანუ შარშანაც კაი შორს იყვნენ ჩემპიონთა ლიგაზე ასულები. ანუ დიდი ხანია ხო ეს გუნდი თამაშობს და არაცლის ეს. ცოტა თქოს გადაბერებულიც არის რაღაცნაირად ინტერი. ხო მე მაინც მგონია რომ საკმაოდ საშიში გუნდი არის, იმიტომ რომ ინტერს თუ გამოუვიდა ის თავის შანაფიქრები რაც აქვს ხოლმე ინზაგის და ინზაგი ძალიან სერიოზული მწვრთნელია ბარსელონას გაუჭირდება იმიტომ რომ ძიმე გუნდი არის მაგათთან ამ სივრცეების პოვნა ზონების გახსნა ძალიან რთულია. ეგეთთან ხო ბარსელონას ცოტა მაგრამ მაინც გონია რომ კრეატივით ნახევარდაცვით უფრო ბარსა უფრო მაგარი არის. ნახოთ, საინტერესო იქნება. კარგი ნახევარფინალები დაждდა ზოგადად და მივადექი ჩვენსასაც ყველა გულშემატკივრობთ ხვიჩას. მაგრამ მაგათ უფრო. ხო, შენ წყნარად ხარ აგენაღლება იქ. ბარსელონა პარი სენ-ჟერმენიო დაждდეს, მე მაგ სადარდებელი თორე შენ წყნარად ხარ. ესე იგი არსენალი ძალიან სერიოზული გუნდია. ის რაც არტეტა ამდენი წლის განმავლობაში აკეთებს მაი შედეგი გამოიღო ახლა ნახევარფინალში არიან და პრინციპში აი ბარსელონას თუ აი 45-45-ზე მაინც მგონია რომ ბარსელონა ფავორიტია ინტერს. ამ წყულში მგონია 50-50-ზე. თან ვერც წარმოვიდგენ რანაირი თამაშები შეიძლება იყოს. აი ვერ წარმოვიდგენ. ბარსელონა ინტერს წარმოვიდგენ, აი ესე რომ დაუფიქრდე, 90 წუთი შემიძლია წარმოვიდგინო, შედეგი ვერ გეტყვი, მაგრამ რანაირი თამაში შეიძლება იყოს მიმდინარეობი წარმოვიდგინო. ეს არც ვიცი რანაირი თამაში შეიძლება იყოს. ძალიან ანუ რეალთან არსენალმა რა ფეხბურთის ითამაშა, ხო? აი გაოცებული დარჩი მართლა, მეთქი როგორანაირად, ანუ არაფერი რო არ გამოვდის და იმას ყველაფერი გამოდის და იქ რაღაცა არც ერთი ზონა, არც ერთი ხაზი რო თავისუფალი არ არის, ანუ სადაც შეიძლება ბურთი გააძვრინო მომენტი შექმნა, ანუ სწორად, ანუ ისე სწორად ქონდა ეს ყველაფერი, რა ქვია, ტაქტიკა დაალაგებული ამ კაც არტეტას რა, ანუ ხო, ეგეც რამდენი წელი აშენებს ახლა ამ არსენალს. და მოვიდა და ახლა ყველაფერს გააკეთებს რა თქმა უნდა ფინალში თავში რა თქმა უნდა გასაგები მიზეზების გამო ყველა ყვარასკენ ვიქნებით. სხვათა შორის ბევრი არსენალის ფანუყოლია მე სამეგობროში. გამოჩნდა. ახლა გამოჩნდა რეალს ამბობდი, მაგრამ არ ვიცოდი და
ხო, ძალიან მაგარი თამაში იქნება, იმიტომ რომ ამ რაისმა რაც ითამაშა ორჯერ დაურყია, ორივე რეალს გაუტანა მაინც და ხო და ვფიქრობ, რომ მაინც აეკ შეიძლება იყოს ეს დამატებითი დროები და პენალტები მართლა ისეთი ორი გუნდი, ისეთი თამაში ითამაშა იმან რეალთან, არსენალმა, ხო მე მანამდე არსენალს სიმართლე როგორ ვთქვა პრემიერ ლიგას არ უყურებდი რა, მან რეალთან გამოვიდა მე არსენალს შეხვდა რაღაცნაირად ერთი ოკეი და ეგრეც არ ყოფილა. ეგრეც არ ყოფილა. ხო, ძალიან თან ამ პარი სენ-ჟერმენს მოუწია ზედიზედ 3 ინგლისური ხო, ლივერპული იყო, ასტონ ვილა იყო. რო თქვა, ლივერპული თითქოს უფრო დამაჯერებლად გააგდეს ამ ხრივ, იცი, რომ ორივე თამაში აჯობა, პირველ თამაში აჯობა რაღაც სასწაული წააგო და მეორეშიც პრინციპში აჯობა იმ ენფილდზე და გავიდა და ასტონ ვილასთან ეგრე არ იყო, ასტონ ვილასთან კინაღამ გაავარდნენ ხო ეხლა ასენსიოს გოლი რო გაიტანა კაცმა არც ისე ძალიან გაუჭირდეთ ვილაპარაკზე და რეები აიღო იმან კიდე აი ეს არსენალი კიდე ნუ რა ეს უნდა ვთქვა რომ ლივერპულზე უკეთესი როგორ არის ხე ლივერპული გახდა ხო გუშინ ჩემპიონი ინგლისის მაგრამ უფრო რაღაცა ის პლეიოფისთვის უფრო მომზადებული გუნდი მგონია რაღაცნაირად რა არსენალი ძალიან მეშინია რა მინდა რომ კვარტფინალში გავიდეს და მოიგოს საერთოდ ის არ გვინდა მაგრამ მეშინია არსენალის და მართლა არ ვიცი რა მოხდება მაგ შეხვედრაში რა ძალიან საინტერესო კი იქნება. კი, საინტერესო იქნება ნამდვილად თან ეს არტეტა, ენრიკე. ხო, ესპანური დერბი არის. კი, კარგად იცი. მე მგონია რომ მაგარი თამაშები უნდა იყოს რა. ხო, ეს წყვილი, ანუ PSG არსენალი მგონია რომ უფრო როგორი იქნება, იცი, ანუ მასპინძელი იქნება დომინანტი რა. ხო. ნუ ეგეც იქნება ნახევარფინალია, მაგრამ მაინც ეგრე მგონია რა. ანუ და ეგეთი თამაშები ხშირად ძალიან დიდ მაგარი მელოდინი რო აქვს, ხო, ორი ძალიან სანახაობრივი გუნდი რო თამაშობს და არაფერი რო არ არის, ეგეთი არ უნდა რომ. ხო, ეგეთი იმედი არ იქნება. მე მგონი არ უნდა იყოს ის, იმიტომ რომ სადღაც შეიძლება ეგრე დაიწყოს, მაგრამ მე გავა გოლი, აირევა ეგ თამაში, ისეთი ინდივიდუალისტები არიან. მე პირველ რიგში ის იმედიც მაქვს, მან და არის ზუსტად ინდივიდუალიზმი და მგონია რომ კი დაცვაში პრობლემებია. ნიცასთან პირველი თამაში წააგეს ლიგა 1-ში არ არის პრობლემა, მაგრამ იქაც ბევრი მომენტი ჰქონდა, დაცვამ სულად ითამაშა. მაგრამ ინდივიდუალისტებით და იმ ფორმით, როგორ ფორმაშიც არიან პარი სენ-ჟერმენის შემტევები, გონია რომ აი შეიძლება ერთმა ტიპმა გადაწყვიტოს იქნება ეს დემბელე, კვარა, დუე თუ ბარკოლა თუ ვიტინია თუ ვინ იქნება, შეიძლება ერთმა ტიპმა გადაწყვიტოს რა. ხო, სასწაულად გამქცევია. კი, ესე წაფწაფს ანუ ისე წაფუნებენ ამას დადიან და ნუ მართლა ყველა შეუძლია დუესაც, ბარკოლასაც, დემბელესაც, კვარასაც, ის ვიტინიაც. ანუ ძალიან კარგი ისახავს და ანუ იქეთაც არიან ეგეთაც არ არიან ხო. იქეთაც არიან ეგეთები, ასე რომ დიდი იმედი მაქვს რომ სანახაობრივი ფეხბურთი იქნება ორივე და ესე არა გავა ფინალში. კი, სეზონის დასკვეთი ნაწილია, კარგ თამაშებს ველოდები. თავი ვისი ამოვნოთ, აი ელ კლასიკოსაც რო უყურებდი, მეთქი აი ესეთი თამაშები იყოს და ახლა ნუ ხარ ვინ მოიგებს გასაგებია, ახლა მთავარი არის ხოლმე ყოველთვის რომ ეგეთი გრანდები არ ჩაეშვან და სულ აი კიტივტივონ, იმიტომ რომ ისევ კარგ ფეხბურთს მაგათგან ვნახულობთ ხო. ხო რა, ანუ კლასიკოსა აქ კიდე ისეთი რა, ანუ სხვანაირი დატვირთვა აქვს რა, ანუ მე მაგალითად ანუ რეალის გულშემატკივარი შეიძლება რაღაცა სხვა თამაშს სადაც სიტყვაზე რაღაცა დებს არ უყურო რა, იმას ანუ ვერ ვიღებ სიამოვნებას, რაც არ უნდა, ვინც არ უნდა, ანუ ახლა უყურებ მაგალითად გოგლიჩიძე როცა თამაშობს, ანუ სერიას, ახლანდელი სერია თორე 2000 დასაწყისს და რაც ვარსკვლავთო გადატენილი. ახლანდელ სერიას ვერ უყურებ ისე ინტენსიურად, იმიტომ რომ ჯერ ვერ სიამოვნებ რა, არ სიამოვნებს ეგ ფეხბურთი, აი გაუთავებლად რაღაცა სულ ორთაბრძოლები ჩაწყ, ანუ არაფერი რო არ ხდება, ისეთი რა კონკრეტულად 90 წუთში შეიძლება გავიდეს ორი რაღაცა ისეთი მოხდეს, რაც დაგამახსოვრდება და კლასიკოს დონის თამაშებში სულ სხვა ის არის, ანუ ისეთი თამაში იყო, რომ ხოწააგო რა, მაგრამ აი ამის ცნაური კლასიკო 4-0 5-2 ხონდა წაგებული და უცებ მეთქი ვა აქ და უგუნდით კიდე იქ რაღაცა მარჯვენა ცველი არა ყავს მენდი დაგემთ რა, ანუ გამისწორდა მაგათ რა. ზოგადად ჩემპიონთა ლიგაზეც რავი ძალიან საინტერესო პლეიოფები ვნახეთ ხო, კარგი თამაშები. ხო, ჩემპიონთა ლიგის ფორმატზე, ცოტა ახალ ფორმატზე რო შეთქვენ შეიძლება ილაპარაკეთ, მაგრამ არა, გისმენ. ხო, ანუ ამ ფორმატის მიმართ თავიდან ვიყავი სკეპტიკურად განწყობილი და ამის მიზეზი იყო ის, რომ კლუბების, ანუ გუნდებს თამაშები გაეზარდათ რეალურად არ შეუმცირდათ, ანუ ამათი მოთხოვნა იყო შეამცირდათ, ამათობით გაზარდათ და პლუს დაემატა იქ რაღაცა პლეიოფ, მერვე ფინალამდე კიდე რაღაცა პლეიოფი ხო? არ გამისწორდა, მაგრამ აი მაგალითად ლევერკუზენი, ბაიერნი, ბრესტი, PSG, ანუ ეს გუნდები ამათ ხო ისედაც ვნახავდი ლიგა 1-ში ვნახავდი, ბუნდესლიგაში ვნახავდი და
ახლა კიდე ამ ფორმატში ანუ ახლა რაც უნდა დაფორმატება, ერთი ქვეყნის გუნდები ვერ შეხვდებიან ამ ერთიან ლიგაში ერთმანეთს რა, რაც კარგია, ანუ არ ხო მაგას ლიგა 1-ში უყურებდი, ხო? და თავიდან ვიყავი, ამიტომ ცოტა იმათ განსხვავებული რა ახალი ფორმატის მიმართ, მაგრამ ნუ პლეი-ოფებში რაღაცა კაია. კი, საბოლოოდ მე ვფიქრობ, რომ გაამართლა მაინც, ანუ ეს სამუშაო პროცესი ალბათ ხო. იმიტომ რომ აი რაღაც ახალი ფორმატები ისეა ხოლმე, რომ სანამ შეეჩვევი სანამ აი აღარ გაგახსენდება მანამდე რა იყო, სულ სკეპტიკურად ხარ, მაგრამ ამ პირველივე სეზონში იმდენად ცოტა ადამიანი საუბრობს, რომ ეს რა არის და ის კარგი იყო, რომ ანუ ნიშნავს, რომ ხო რა, არა კარგი ფორმატია მთლიანობაში ასე თუ ის. გავიდეთ ბოლოსკენ, მაგრამ არ შემიძლია რომ არ გკითხო ქართული ფეხბურთის შესახებ, იმიტომ რომ შენ ქართულ პირველ რიგში ისევე როგორც ყველა ჩვენ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები ვართ. გოგლიჩიძე ახსენეს აგორლე პასი გააკეთა აგერ ბოლო ტურში ფიორენტინასთან. იმედია ეგ ბიჭი დარჩება სერიაში თუ ემპოლი ვერ დარჩება, გოგლიჩიძე მაინც დარჩება, იმიტომ რომ ძალიან კაი მონაცემები აქვს. იქ იყო საინტერესო შეხვედრები ქართველი მოთამაშეების მონაწილეობით, მაგრამ პირველ რიგში მაინც ჯორჯზე უნდა ვისაუბროთ, ისეთი გოლი გაიტანა, შემოვიდა და სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლია მთლიანად, ხო იქ შერკი, ჯორჯი შერკი, პირიქით ჯორჯი შერკი და ისევ ჯორჯი მერე სასწაული გოლი გამოვიდა. განსაკუთრებით მიყვარს მე ქაუტაძე, იმიტომ რომ რაც არ უნდა ხდებოდეს, სულ რაღაცა პოზიტიურ განსხვავებაა რა, სულ რაღაცა კარგი ბიჭია და. ხო, კარგი ბიჭია და ეს ცუდი ამბავი დაემართათ მანჩესტერთან მართალი ჯორჯი არ იყო, მაგრამ ახლა რა დაიტანა სასწაული გოლი. ანუ ამ ლიონში ალბათ ხო ეს მაგისი იქნება ეს ფორვარდის ლაკაზეტიც ნელ-ნელა ალბათ გასაგებია ოკეი ლეგენდა რაღაცა, მაგრამ ჯორჯი ამ გუნდში თუ დარჩება ლიონში და უკეთესი შემოთავაზეო თვითონ უნდა, მაგრამ ერთია ლიონი, ხო? ხო ვფიქრობ, რომ ძალიან ტოპი არის, ანუ უკვე არის ეგ. ძალიან მაგარი ბიჭი. ძალიან მაგარი. არ ვიცი აიაქსში შეიძლება ოკეი თავის პოზიციაზე არ თან, იქ რა მოხდა არ ვიცი. ხო, ის აიაქსი იყო აი საერთოდ არეული გუნდი, ვერავინ ვერ ითამაშა რა იმ აიაქსში, თან არც ეთამაშებდნენ იქ სადაც უნდა ეთამაშათ. კი გასამერე სომხეთთან პასუხი იმ სნოლს ვინც არ ეთამაშებდა და ეხლა წყნარად ვართ, იმიტომ რომ მშობლიურ გუნდში არის და ლიონი როგორი გუნდია, ხო, რომ ლიონში როცა ხარ იმის იქით ხო, აი იმის იქით უნდა წახვიდე საერთოდ პარი სენ-ჟერმენი თუ უკეთესში წახვალ, ხო, პარი სენ-ჟერმენია, რა მილანია, იუვენტუსია, რეალია, ვიღაცა ეგეთია, ხო, იმიტომ რომ ლიონი არის აი მაქამდე გუნდი არის რა და თამაშობს ძალიან მაგარ ჩემპიონატში. ლიონს კარგად აქვს საქმეები, კი ძალიან დიდი ბრძოლა არის ლიგა 1-ში, მაგრამ იმედია ჩემპიონთა ლიგაზეც მოხვდებიან და რავი მე მგონი ჯორჯის თავს ყველაფერი ისე კარგად მიდის რა. ისევე როგორც ქართველი ფეხბურთელების უმრავლესობის თავს და იმედია ეგრე იქნება და იმედია ეგრე იქნება უახლოეს მომავალში ეროვნულ ლიგაში, რომელსაც შენ ძალიან აქტიურად ადევნებ თვალყურს. საერთოდ ახლა ეროვნულ ლიგაში რაც ანუ თვალში საცელია ხო, ანუ ამ სეზონში ვიძახი თამაშის ხარისხი ანუ წინა წელთან შედარებით, წინა წელს არ იყო ესეთ კარგი თამაშები. მე ქვედა ლიგებზე ანუ ეროვნული ლიგა 2 არის. ჩემი აზრით ამ წუთას ყველა სანახაობრივი ჩემპიონატი საერთოდ საქართველოს ყველა ლიგაში, ანუ ეროვნული ლიგა 2-ზე მაქვს საუბარი. ცხრილსაც რო გადახედო მივხვდები, ანუ ბოლო ადგილოსანაც იქო 10 გუნდი 4 წრე არის, ბოლო ადგილოსანიც კი ისე შეუძლია რომ აღმოჩნდეს რა 3-4 ტურში. ხო და დინამო თბილისი ანუ მთლიანად ეს დინამოური რაც იყო შარშა რომელიც თამაშობდა ის საოცარ ფეხბურთს თამაშობდნენ, ანუ საოცარ ფეხბურთს თამაშობდნენ და რაც მოუწონდა ამ გუნდის ანუ რამდენიმე თამაშზე ვიყავ მთავარუცნელი, ანუ ვისაც არ უნდა მიიღო ბურთი არ უნდა მიშოვდა, ყველას უნდა წინი არის. ანუ წინი არის ხო, ანუ შეუტია რა წინი არის. და კარგი ოკეი, ანუ არ გსაყვედურობდა და ითრევდი კიდევ წინი არის ხო და ასწორებს რა, ანუ რო ნდობა გაქვს, ის თუ არ გარისკე, თუ არ წახვედი, თუ არ მოატყუე, თუ რაღაცა არაფერი არ გამოგიმუშავდება, ხო? რაღაცა როგორც ეგ ბიჭები არიან ახლა აქ რა დინამოურში. იქ ტორპედომ საოცარი გუნდი გააკეთა, ანუ ცუდად დაიწყეს ახალი მწვრთნელი. მაგრამ მე მგონი დაალაგდება ყველაფერი, ხო? იბერიაც. იქ ბათუმი. იბერია ამ ეტაპზე მე მგონი ყველაზე ჩამოყალიბე ჩემპიონები გახდნენ და ეხლაც ამ სეზონშიც ისე სტაბილურად დაიწყეს. შეინარჩუნეს რა. ბირთვი, ხო? მამაგეიშვილი წავიდა ერთიანი შეინარჩუნეს. შეინარჩუნეს გუნდი რა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ზოგადად და მე მაინც ეროვნული ლიგა 2-ის გულშემატკივარი ვარ. ხო, მე მახსოვს შენ ნათქვამი გაქვს, რომ ეროვნული ლიგა 2 უფრო ისე კაი საყურებელია. ისეთი ტიპები თამაშობდნენ, რომლებიც ანუ გამოსცილი ვინც ადრე ეროვნულ ლიგაში თამაშობდნენ ეგენს და თან პატარები, რომლებიც მომავალ სეზონში სიტყვაზე რაღაცა მოვლენ და მაინტერესებს ეს ხალხი. მაინტერესო იქნება. ნუ ჩვენ ყოველთვის მაგ იმედით ვართ, რომ ადრე თუ გვიანეს უიღლობა არ ქვია, ამას ქვია. ანუ ბოდიში კიდე
თავარი ფაქტორი რაც ეროვნული ლიგის ამბავში, ანუ კარგია, ეს არის 21 წლამდეთა ნაკრების ძირითადი ბირთვი ამ ჩემპიონატიდან არის და ამ ტიპებმა დაამტკიცეს, რომ ანუ არიან რა კარგი დონის ფეხბურთელები და ევროპის ჩემპიონატზე თამაშობ. ისე ვერ გახვალდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ხო? ანუ აქ არის უკვე და საქართველოს უმრავლესობა ანუ ეროვნულ ლიგაში თამაშობს და შესაბამისად გულიმწყდება ხოლმე სტადიონზე რომ მივარ და მარტო რო ვარ. ნუ ეხა ეგ ჩვენი ცხოვრებისეული პრობლემა არის ქართული ფეხბურთის. მას უნდა შეიწოხონ თავი ჩემპიონატზე მაგ კუთხით. ხო, ეგ აია რომ ევროპის ჩემპიონატი გვაქვს აგულშემატკივრო რა, სანაკრებო ფეხბურთი ამზაფხულს არ არის, მაგრამ არის 21 წლამდელები იქ ურთულეს ჯგუფში ვართ, მაგრამ მინიმუმ 3 საინტერესო თამაშს ნახავთ ჩვენი გუნდის მონაწილეობით და მადლობა მაგისთვის. კი, და იმედია იგივე მოხდება. მოკლედ, მადლობა ალექს, ძალიან საინტერესო იყო შენთან ლაპარაკი. წარმატებები შენ საქმეში, შენ გუნდსაც მიუხედავად, ეხლა უკვე უსურვებ ამ სენს წარმატებებს. მადლობა. ზოგადადაც და წარმატებები თქვენს და რა ვიცი, შემდეგ სეზონზე კლასიკო რო იქნება. ლაივი გავაკეთოთ. სიამოვნებით. აბა დროებით.